მოგესალმებით. დღეს შავი დღე გაუთენდა ოპოზიციას. ორი ამბავი მოხდა. ოპოზიციური დემოკრატიის შავი დღე გათენდა. ხო, ეგ ხო პერიფრაზია ამერიკის ელჩის. ესე იგი, ორი რამ მოხდა. ტრამპმა ძალიან ღირსეულად, კაცურად, სუვერენულად მოგვილოცა მისწერა, კურდულად შეიძლება თქვას, მისწერა ჩვენს პრეზიდენტს წერილი მოლოცვის და პრეზიდენტს მიულოცა და მთავრობასთან მთავრობის ხარდაჭერის და თანამშრომლობის ზაობა გამოთქვა და ბაჩიაშვილი, ეს მაიმუნი ბაჩიაშვილი გაისკვანჩა. ხო, მე არ ვიცი რომელი უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ მაინც ტრამპი, მაგრამ ბაჩიაშვილის უკან დაბრუნება ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ არ ჩერჩება არავის არაფერი რა. ეს მესამე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მაწუხებს, იმიტომ რომ უკვე მაისი იწურება და 4 დღეში ზაფხული და ეს ხალხის გაზაფხული სად არის? ხო დადგა უკვე. ხო და რანაირად გაცვლა აგერ ტრამპის წერილმა უწია, იმას ბაჩიაშვილის დაკავებამ უწია, მთავარი არხი გაითიშა, ლელო და ის გახარია არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და სადაა ეს ხალხის გაზაფხული? აი მაგალითად ამაზე თქვა მოგოებს მოყავთ რა. ამაზე თქვა იმან პატაბუწვაზე გავუშვით რა კარგად თქვა ახლა. აი დაპატა. გამოგეხმაურა. როცა ამდენი ხალხი იკრიბება, რაღაც გეგმა უნდა დაიდოს და უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. არ შეიძლება ამდენი ხალხის მოსვლა და რაღაც კონკრეტული, რა თქმა უნდა, მაგას ვიძახით უკვე რამდენი ხანია, 13 წელია, რომ უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავანხოთ რეჟიმი. მაგრამ როგორ, რა უნდა გავაკეთოთ? ეს უნდა იყოს. აკო ჩარკვიანს აქ გაიდეა. შენამხობილი ხელახლა დასამხობილი. აღარ შეიძლება, იმიტომ რომ მოვიდა ასე ამ შექმნები და რაღაცების გადატანით მოვიდა უკვე 2028 წელი, მე მოვა 30, მე მოვა 12 და ჩვენ სულ იქნებით რაღაც შექმნით. უნდა იყოს კონკრეტული გზა. ცოდნია რა გინდა. ხო, ნუ გიპასუხა. ხო, გზა არ არსებობს, ესე იგი გაზაფხული არ დადგა და იმ ბავშვებზე რომ ლაპარაკობთ, ხო, იმ ვოკალისტებზე, ხო? აგერ აქ ამყავს ეს ბავშვები და შემიძლია, რა თქმა უნდა, ხალხსაც უთხრათ ჩვენს მაყურებელს ვიზია ლაპარაკი, რომლებსაც ასევე მოყავთ მოიტყვანა გაზაფხული ეს მიშას რომ გავესესხოთ, გავუშვით. არ დაგითმობთ ამ ქვეყანას. არ დაგითმობთ ამ ქვეყანას. ვაი პატრონს. ეს ინტონაცია, ვაფშე გასულან ესე. ეს ინტონაცია. მეტროში ხო ის რატო იღებენ ეს მჭიდრო ადგილებში? ბევრი ხალხი. რომ ვითომ ყველა ჩვენ ვართ. მთელი ვაგონი ჩვენ არ ჩამოივლია. არ დაგითმობთ ამ ქვეყანას. კაი, მოშაბაში გავაკეთოთ. ტრამპზე გავაკეთოთ. სტატუსადაც დავწერე რომ როდესაც ჩემ სტატუსებს კი არ ვციტირებ, უბრალოდ ტავტოლოგია რომ გამოვივიდეს, არა, ისევ ამბობ რა, რომ იქაც მიწერია და აქაც განმეორდები. ეკაკო სიტაძე თუ ციტირებდა გია ნოდიას სტატუსებს, ლადარიას და ნოდიას სტატუსებს, შენ შეგიძლია შენი სტატუსები აცი. ხო, ანუ პრინციპი მე რა მგონია რა. ისტორიაში ყველაზე ცუდ კონტექსტში ვინც შეგვიძლია ესე იგი მოვიხსენიოთ ან ისტორიას ვისაც ყავს ყველაზე ცუდ კონტექსტში მოხსენიებული ესენი არიან მოღალატეები და ის ხალხი ვინც კოლონიზატორებს ხვდებოდნენ და საკუთარი ხალხის ჩაგვრაში იღებდნენ მონაწილეობას. ანუ მაგალითად სადღაც აფრიკულ ქვეყანაში რო ჩადიოდა ის რა ქვია მონათა ვაჭარი, ბელგიელი ვაჭარი, ან ესეთ დამპყრობელი ან ლათინურ ამერიკაში იქ რო ხვდებოდნენ და თავის ხალხის ჩაგვრაში თქვათ კოლონიზატორს ეხმარებოდნენ. ზუსტად ეს არის თანამედროვე თქვათ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი ქართული ოპოზიცია სხვა არაფერი როდესაც შენ არ გაგაჩნია არანაირი ორიგინალური ავთენტური იდეა როდესაც შენ არ პასუხობ ხალხს არ ხარ ხალხის გამომხატველი და ხარ მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალების ბრმა შემსრულებელი და მხოლოდ მათი ლეგიტიმაცია გაქვს შენ ხო ოპოზიციაზე ვგულისხმობ ასე ერთი მარტივი წერილი შეიძლება განადგურდე და გაცამტვერდე პოლიტიკურად მოკვდე. იმიტომ რომ აგერ ყველაფერი დაფუძნებული ოპოზიციას ჰქონდა რომ ტრამპი თუ აღიარებს всё დაგვერხა კი ბატონო აჰა თორე ჩვენ მაგას არ ვამბობდით. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არ გვჭირდება გარე ლეგიტიმაცია საქართველოს არის სუვერენული ქვეყანა და არც ერთ კონტექსტში არ გვჭირდება ეს რა ქვია ხა კორუმპირებულმა ევრობიუროკრატებმა აღიარონ რამე
ჩემს პირად აქვს არცვლის არც ერთი გარეშე ქვეყნის წარმოადგენლის წერილი იმასთან დაკავშირებით ჩემი არჩეული ხელისუფლება რო ლეგიტიმურია ამის შესახებ რო რაღაც დამატებითი ის მომცეს რწმენა ამისა თუ თავდაჯერება ამისა იმიტომ რომ რა ვიცი ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ძალიან მარტივი დასანახი არის ქვეყნის უმრავლესობა ვის უჭერს ხარს და რა ტიპის პოლიტიკას უჭერს ხარს და აგრეთვე ისაა ძალიან მარტივი დასანახი არჩევნები რო არ გაყალბებულა და ამდენი ხნის მანძილზე ერთი მტკიცებულებაც რო ვერ მოუტანიათ იმ კოლოსალური გაყალბების რომელსაც ამბობენ რომ ქონდა ადგილი. უბრალოდ სასაცილო აქ ის არის რომ ტრამპის ეს წერილი რომელიც რეალურად მთელი ოპოზიციის და ლიბერალური აქტივიზმისთვის არის ძალიან მძიმე მოსანელებელი და აგრე მარტივად ჩანს გამოხმაურებებში ხო მედიაში წერენ იმას რომ საერთოდ ეს არ არის ოფიციალური წერილი და ყაველაშვილის ადმინისტრაცია ამბობს რომ ტრამპმა მიწერა და ვიღაც ოპოზიციონერები წერენ რომ ეს არაფერს არ ცვლის და ამეცი არ ტყუილა უხარიათ ხოცოს და არ ვიცი მე მგონია რომ მე ყოველ შემთხვევაში ჩემს გულში სიხარული ამისი ამ წერის მხრიდან არავის გან არ დამინახავს, იმიტომ რომ რა ვიცი. ჩაულებრივი რამე. ხო, ანუ სასიხარულო იქნება რაღაცა რეალურ თანამშრომლობა როცა შედგება ოთხრივი და რეალური ეკონომიკური ვაჭრობის შეთანხმება თუ ხო, რა თქმა უნდა. მეგობრებო, მოდი ახლა ყველაზე მაგარი ნაცური გაправება ამ წერილისა ვინ შემოგთავაზა? ნინო ჯანგილაშვილმა. და იცი შენ რას დაწერა? კი, მე დამკომენტარეს კაკრას. კი ბატონო. ეს არის იდეალური გაправება მათი მხრიდან რომ წერილი არ არის. ბატონო, აკუს ჯანგოზეა. კი ბატონო, ტყუილად გიხარიათ კოცებო. აჰა. ვიღაცას მაგრად მოხდება იმის გამო რომ კომპიუტერი გახსნა და კალენდარში მონიშნულ ერთ-ერთ ქვეყანაში შაბლონი გააგზავნა. ისე რომ ტვინი არ გაანძრია. ანუ სხვა იჯდაო კომპიუტერთან. კი, ბავშვი იჯდა ტრამპის კომპიუტერთან. აი ეს გაправება. მარტა რო იფიქროს სცენარისტები ყველასთან აგზავნიან, ამასაც ეგონა რომ თურმე იგივეს გააგზავნეს და ის კი არ იცოდა რომ ამერიკა არ აღიარებს საქართველოს სცენარისტები რომ მოიყვანო და აი ყველაზე იდიოტური გაправება რომ მოიგონო, ამას ვერ მომდუარ. ის ხოშ მე შემხვდა კრევო დავივიწყეთ ჩვენ ძალიან და ის ისეთი იდიოტია რომ არ უნდა დავივიწყოთ ხოლმე კრევოს ქონდა ძალიან კაი რომ ეგრეო ჯორჯ ბუშმაო შევარდნაძეს მიულოცაო დამოუკიდებლობის დღეო ქონდა ამოთხრილი რაღაცა 20 წლის წინანდელი თუ უფრო ძველი ის რა ქვია რაღაც გაზეთის სათაური. მაგრამ თავარი ამბავი რა არის რომ მთელი აქციები გახსოვთ, როდესაც ჯო ვილსონმა, იქაურმა კლოუნმა და შალვა ნათელაშვილმა ამერიკის მეგობარი აქტი რო დაარეგისტრირა დიდი ამერიკის დროშა რო გაშალეს აქციას და მაშინ პირველად გამოიტანეს ტრამპის ფოტოები და ჯო ვილსონის ფოტოები და ტრამპის ფოტოები რა. ეგ მე რო ხევანდელ აქციაზე გადასახედიან ხო არ დაწვეს მაგალითად ტრამპის ფიტული. იმიტომ რომ ეს მათთვის არის იმხელა დარტყმა და ანუ რატო არ მათთვის რომ იმიტომ რომ ეს არიან აგენტურა რომელსაც არის რა ვიცი ღვთის წერილივით ის რომ არის ამერიკის უმაღლესი პირი რა განცხადებას აკეთებს მათთვის არის ხო ეს ჩვენც ხო არასდროს არ ყოფილა რომ ვაიმე აბა დავალოდოთ და ნეტა შეგვაქებს თუ ნეტა გვაზაგებს და ასე პოლიტიკა როდესაც შენს გამარჯვებას აგებ ვითომ დელეგიტიმაციაზე. ეს სისულელია, შენ უნდა ააგო შენი გამარჯვება საკუთარ ხალხში და დელეგიტიმაციას თავიდან თავარი ისტერიის დანერგვის ხაზი რა ქონდათ რომ საქართველოს მოექცევა სრულ იზოლაციაში. ხო და ეს ამას ამბობდნენ, ნუ კაი დღევანდელ სავიდანებ. ამას ამბობდნენ მაშინ როცა მაგალითად უდიდესმა ქვეყნის მეორემ და ძალიან ცოტა ხანში პირველმა ეკონომიკა ჩინეთმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ის იქნებოდა რა ქვია უნგრეთი იქნებოდა თუ ფიცო გამახსენეს ადაურეკა სლოვაკეთი კი არა და სლოვაკეთმა ის რა ქვია ორბანის საერთოდ მეორე დღეს ჩამოვიდა ვიზიტით ორბანი უნგრეთიდან უნგრეთიდან საერთოდ ჩამოვიდა ვიზიტით რა ვიცი ტრამპი ამერიკიდან ხო და ნუ ეხლა რაღაცნაირად იმას რა ქვია იმას ბალტიის ქვეყნებს თუ არ მოწონთ მაგას გადავიტანთ რატია მაღლობელი გავუშვით აქეთ მხარეს არ არის არანაირი იდეა. მათ მხარეს არ არის არანაირი იდეა. всё გავაჩეროთ მე მგონი. ერთამ გავაჩერო და მე თუ რამე საინტერესო დავამოვიდარ. და იქით მხარეს არის რა იდეა რომ ეს მომღერლები არა იქით მხარეს არის რა იდეა. რაც ვილაპარაკეთ აი კომპრადორულ ელიტას რაც ქონდა. ესე იგი შენ გარე ძალას დაემონო და თხოვდე რომ გმართე დაგვიბყარი
მოსამართლეები თქვენ დაგვინიშნეთ, ჩვენ განუვითარებლები ვართ. მოდი ჩვენი ხალხის ჩაგვრაში შეგიწყობთ ხელს, NGO-ებს გავაკეთებთ ყველაფერს. ასკინკილით ვივლით, ეს იდეა იქით მხარეს. აქეთ მხარეს არის სუვერენიტეტი და კონტრკულტურული მაგას თავი დავიწყო. სახეხატები რო ავიღოთ, იმათი იდეა. მეტი რა გინდა იდეა? იმათი გმირები არის ლაზარე, რომელიც გასაგებია ვინც არის. რეზისტენციაც მეორე მათი იდეა არის სცენაზე მოვსმა. როგორც გმირული საქციელი. მაგას მე მგონი ემიჯნებია. არა, ხო, კი ბატონო, კარგი. მე მგონი იმანაც ჯაიკუკა. ეს არ უნდა მექნაგა. ეს ქაჯები, მომღერალი ჭინკები, რომლებიც დადიან და ჭინკები. ეს არის მათი იდეა. ოპოზიციის არ არსებობა, რატი ამაღლობებისთვის. ატაბუჯულაძის პოლიტიკოსობა არის იდეა. ანუ სახეხატები იდეის რა არის? თქვენ თუ გახსოვთ ეგეთი იდეა რო არსებობდა ღამის მერი რო უნდა ყოლოდა ჩვენ ქალაქს. კი, შესრულდა კიდევაც. და ვინ იყო? სერგი გვარჯალაძე და სერგი გვარჯალაძეს ჰქონდა იდეა რომ ლესგინკა და ეგენი აუგზავნოთო. კი, ქუჩის მუსიკა და ქუჩის მუსიკა და ის ჰქონდა სერგი გვარჯალაძეს. და ესენი რო აუგზავნოთ რამე მხრივ კანონით არ შეიძლება მუსიკა ქუჩის აკაცუკობა. არა, რა ქუჩის აკაცუკობა რა შუაშია შალვა ხა. ესთეტიკურ კმობას უშლის ხელს და ვაფშე გენიალური აკაცუკ კონტროლი. რომელიც ხმაურმა დაამარცხა. ჩვენ ყავდა ესეთი ადამიანი, რომელიც ხმაურმა დაამარცხა. ხამის ხმაურმა. ხოდა ის კაცი მოსაძებნია და დღის ხმაურზეც გავაკეთოთ ასე ვთქვათ. აქცენტები. ხო, ხმაური რო კაც მოუგებს ხო ხტები და აბიდნა. ეს რაღაცა იციან ამათო იციან. იგი უგულავა. ადგილობრივ არჩევნებზე მე არ ამბობ იმის იმედი, პირობები რომ შესულდეს, რომ ჩვენ ერთიანით, ერთი კანდიდატებით და იმებით მოახერხებთ. არა, მე ამის იმედი აღარ მაქვს და აღარც ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. ეს არის ჩემი თუნდაც გნებავთ მწარე გამოცდილება, მაგრამ ეს არის ის რაც არის და ვერა ლამაზი სიტუაცია კანდიდატს ვერ შევქმნით. ამათ ეს არის ეს ისეთი სპორტია, ეს პარტიები, რომლებიც ბუნებრივად ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყავენ. იმიტომ როგორც აი ფორმულაში მანქანამ უნდა გაასწროს და იქ რაღაცა მიჭეჭყოს, ეს არის პარტიების ბუნება. ამიტომ აქედან უნდა გამოვიდეთ. მაგრამ განსხვავებით ამისგან პლებისციტი, ანუ გინდა თუ არა შენ ახალი საპარლამენტო არჩევნები სიტყვაზე 25 დეკემბერს კი ან არა. და თავისი კანდიდატურა რო დააყენოს. ბოდიში, დიდი აი გამოცდილება აქვს მე. ბილისის მერა და იგი უგულა. მაგარი იქნება. ანუ იმენა კომპრომატია. ეხლა რა იდიოტია. და ეს პლებისციტი იმ ცესკომ არ უნდა ჩაატაროს, დაუშვათ დათანხმდა ხელისუფლება პლებისციტის ჩატარებაზე. და ეს პლებისციტი იმ ცესკომ არ უნდა ჩაატაროს. ჰა? ტელეფონი. შნურიან ტელეფონი. არა, ხო და უყურე. ეგ იდეა არა, პატამ უნდა პატასიმა. შენ შექმნი თქვათ და მასიური ჯეირანი რო ითამაშა. არა, შენ შექმნი ახალ ინსტიტუტს, რომელსაც ხალხი გამოუცხადებს ნდობას და შემდეგ გააკეთებ პლებისციტს. გიგიტელამ უნდა ქნას ეს? ჰა? გიგიტელამ უნდა ქნას ეს? გიგი უგულავა კეთილს. მოიცა იმ ბიჭს რა ქვია? გიგიტელაშვილი. გიგიტელაშვილი. აბა თინა ბოკუჩავა საინტერესოა. ვიწავლო ბავშვსა ყინწში ხელი. და ვინ ათრევდა? როგორც ზურამ თქვა, ბოლო სიტყვებში, სანამ მას დაადებდნენ ხელბორტოს და გამოსტაცებდნენ მეუღლეს, რომელიც მარტო დატოვეს სამ ბავშვთან ერთად, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად. აკრების ფორმა რატო ჩვენ მოვიდეთ. აკრების ფორმა რატო სულისკვეთება, რომელიც ჩვენ დღეს გვაერთიანებს აქ. სულისკვეთები დაუცილებლად. ანუ ბოლოს სადღაც ბოლოს, როცა მზე ჩაქრება ეს რამოდენიმე ტრილიონი წელი რამოდენიმე ასეულობით მილიონი მილიარდი წლის შემდეგ თინა ბოკუჩაოს რო გაუგზავნოს ერთი iPhone-ი. ჩვენმა გადაცემა რატო უნდა გაუგზავნოს კაცო? ჩვენგან არ მიიღებს. როგორ არ მიიღებს, ყველას განიღებს. კი, კაც, შენ iPhone-ი მიეცი. ანუ შესაბამისად მიშავე არ გიგზავნის და ჰათ. შესაბამისად ასტროფიზიკოსები ამბობენ რომ მზე ჩაქრება რამოდენიმე ასეული მილიარდი წლის შემდეგ. ბოლოს ესე იგი, აი როზე რო ჩაქრება, აი მანდ გაიმარჯვებს მაი გაიმარჯვებენ ესენი. აი ესეთი პროგნოზია მეგობრებო. თაზო დათუნაშვილი ვის არ უნდა? დაზო თადუნაშვილი მე მინდა. გიგიტელაშვილი და დაზო თადუნაშვილი. დათოა თაზუნაშვილი. დაზო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კრიზისი მივა კულმინაციის იმ წერტილამდე, სადაც ჩვენ მოგვიწევს ერთმანეთთან დალაპარაკება, აუცილებლად გარდაუვლად მოგვიწევს ერთმანეთთან დალაპარაკება და სხვადასხვა ტიპის გადაჭრისას ამ კრიზისში სხვადასხვა რაღაცეებზე.
დღეს ერთადერთი რაც ალაპარაკო მაგიდაზე და ეს არ არის რამე ჯადოსნური არ უნდა ეგონოს რომ ეს ივანიშვილის პარადიგმის ნაწილია ხო რომ ქვეყანაში შექმნას რაღაცა გაყიდულობის სინდრომი და ცნება რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დიალოგს და საუბარზე აუცილებლად გარიგებაზე ვლაპარაკობთ არა მეგობრებო დიალოგი ნიშნავს საუბარს იმ ძირითად თემებზე რომელიც დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დღეს ერთი ეს არის ახლა მოკლედ მე მახსენდება ამაზე ერთი ფილმი ვახშამი სულელთან როგორი ფრანგული თუ ამერიკული ორივე როგორი პრინციპია იცი შალვა სასტავი იკრიბება ვიღაცა მდიდარი ტიპები კორპორაციული ჰედები ხო და კორპორატიული ჰედები და ყოველ თქვა თვეში ერთხელ ჩანიშნულ ვახშამზე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ისეთი ნერდი დეგენერატი ტიპი აი ძალიან ჩოგნუტი მიხვდი აი ძალიან ჩოგნუტი როგორ არა მიყავთ ოღონდ იმან არ იცის რომ დასაცინად მიყავთ მე მგონია რომ ლელოში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რაღაც ეგეთი გააკეთეს მან ბევრია ეგეთი იქ ხომარი მიდის იქ ხომარი მიდის აბა სხვა ახსნა არ აქვს საბაბუაძე რომ ლიდერებში გეყოლება გეგელია და თაზო და თუნაშვილი ეს მართლა ეს რა დავარქვა ბიჭო გაცინვა თაზო ეს კარიკატურული ტიპები ხო იმიტომ რომ არ არის ეხა პოლიტიკა და სახალხოობა ამათში არ არის ეგრეს არ თქვა ძმაო ეგრე გეგელიას ხუთი მივარდნია და აბა რა და გიქვა ასროლინა ძმაო ეხა გაკ მაგის იოფსილა შენ რაც გეგელიას რა გეგელიას ხელი ჩემტერს მოხდა აუ რა თქმა უნდა დაზოთად უნდა და წარმოდგენა კომენტარი აქვს მამუკა ხაზარაძე მამუკა ხაზარაძე გავუშვა მართლა მე მოვიყვანეო არა მაგარსამო შეხედა არ შეეგუოთ ვინმეს ხრიდან თქვენ ჩაგვრას სამსახური იქნება ეს სოციალური დახმარება აბა დაუშვით იმის მომენტი დაუშვით არ შეეგუოთ არა ბანკი იქნება ეს გამოსახლება სტრუქტურაში თუ ასე შემდეგ თავისუფლება და ბრძოლა მამუკა ხაზარაძე მოუწოდა ხალხს რომ არ შეეგუოთ დამიშვითო რა ბანკიდან გამოსახლება იქნება კრედიტი ისეთი მოტყუებით და ასე შემდეგ და არ შეეგუოთ ამას ანუ ეს როგორ არის როგორ არის იცი რომ აი ძალიან მდიდარი ადამიანი უტიფრად რო იზრდება აი ღარიბი რო ხარ არ არის კარგი რა ანუ თვითონ being poor ხო გაჩერდით ნუ ხართ ღარიბები ნუ ჩაგრავენ თქვენ ანუ ადამიანმა რომელსაც დიდწილად თაღლითობით შექმნა თავის ქონება მიშასთან გარიგებებით და წითელი დირექტორობით ხალხს ეუბნება რომ არა ძმაო არ შეეგუოთ ჩაგვრას კაიგე როცა ერთ-ერთი ჩაგვრელი თვითონ იყო კონკრეტული ადამიანების და კონკრეტული ბიზნესმენების ალეკო ელისაშვილი აბა ნაკაცა არის ალის ტრაკო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე მოძებნა მოღალატეები ახალი 21 საუკუნის პიჯაკებში გამოწყობილი სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები 21 საუკუნის პიჯაკები რთულია მძიმე ბრძოლაში ვართ გრძელი გზა გასავლელი მაგრამ რა ვქნათ საქართველოს ერთადერთია და შენ აკაცა რო იმ ზელენსკის სფერებში რო ხარ გამოწყობილი შენ მიმბაძველო შენ აკაცა რო შენ რო გამოვიდა და რუსები უხოცე უკრაინაში შენი დახოცილი ხელახლა და დახოცილი საწოდაო არა ეს იშვიათი ბიჭო ალეკო ელისაშვილი მე მგონი აქტუალური ნელელა მამუკა ხაზარაძის ჩლენია ხო ანუ მამუკა ხაზარაძის პანოპტიკუმში აქვს თავისი ადგილი მაგრამ კიდე მაგის ჩლენია კი ჯერ არ გასულა აბა სადღა წავიდეს კარგი რა არა ეხლა გავუშვათ იმენა კაცები შემოუყვანოთ ვინ არის კაცი გვარამია უი გვარამია კაცური კაცის კაცი თუ შენ იმაზე მეკითხები რომ რას გავაკეთებდი განსხვავებულად ბევრ რამეს უფრო მიმწოლი ვიქნებოდი და უფრო უხერხული ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლებისთვის იმიტომ რომ არსებობს მაშინ მე მეკონა რომ პოლიტიკური თანამოაზრეობის და თანაგუნდელობის ეთიკა უფრო მეტად ფასობს ზოგადად ვიდრე შეცდომების კრიტიკა შეცდომების რომელიც არ მიგაჩნია რომ შეიძლება გარდამტეხი იყოს ეპიზოდური შეცდომების ადამიანი ამბობს კაცი შეცდომა ანუ მიგის ხარდავას ამბობს თუ რას ბაზრობს აბა ეს ოპოზიცია რომ დაყავდა ხოლმე საცივიდან თავი ამოყავითო და უროულაცუნებდა სახეში მეტი რა უნდა ვიყავიო კოლეგებთანო და შემეძლო უფრო კაცად გამეკრიტიკებინაო ხო ანუ შემეძლო კასტელიანი კაცი მომეყვანაო და დამებაო ადამიანი რომლის ბიოგრაფია შეცდომა გაიგე და შეცდომა არის მისი თანხლები რთულ და წინააღმდეგობით ახსოვსე გზაზე 1000 ბარიერს გადაახტა და 1000 შეცდომას გადაახტა და
ხო ხდები ეს ადამიანი რომელსაც აი სწორი ნაბიჯი რა აქვს არ ვიცი ჯერ კიდევ ნაპროკურორალი იმედის დამრბევი ერთ-ერთი გამправებელი იმედის დარბევისა შემდეგ მელაძეს და გაბუნიას გადაახტა ხო რაღაცა ამ სიგიჟის გამომგონებელს ხო შორის გოკა გაბაშვილი სხვათა შორის what მინდა აღნიშნო რომ მიცვალებულია ვარამი არის აი იმ სიგიჟის გამომგონებელი რასაც მედიაში ვნახავთ აქტივისტი მათ შორის ერთ-ერთი არა მეტი ვინ კაცი მედიას ქონდა მზაობა რომ ეს მიეღო მაგრამ მან ირადი მაგალითი ანუ როდესაც ის ეთერში იქცეოდა გახსოვთ რეები აი მაგალითად რეები იქნა ეთერში ყველაზე მეტად დედა იგინა რა იყო ბიჭო სის დაჯდა ეგ ვაფშე არ იყო კომპოტის ჭიქი სადაც ამბობს რომ თქვენ სისხლს დაავლევოდა დედის გინეო ბევრად ციცაკას როჭა არა დედის გინება ცალკე ჩაგიფსითო ღვინოში და ბოჭოშიო ხო რო შეიყარა ფქვილი ტიპს აქ მე რაც მახსოვს სიგარეტი მემსი რო გაიგეთა მემსი გაიგეთა რა მე მახსენდება სამი ეთერი სადაც ადამიანების მათ შორის ერთი იყო გარდაცვლილის პირად სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა და ერთ შემთხვევაში გარდაცვლილს ლესბოსლობაში დადო ბრალი გახსოვს? ყმაწვილს რეფლიქტავებოდა პირდაპირ კი, ნიყვიდა ამბავი, იმენა ნიყვიდა გაქონა ჭამ. მე გაგასინჯებო. და ის გახსოვთ ბამბანერგებით რო იყო გალეძე, თქვა ფრაკი რო ეცვა და რო ასლოკინებდა. რო იტირა ეთერში? რო იტირა. სალომეს არჩევნებზე რო თქვა რომ რაზე იტირა? ვაშაძეო თუ ვერ. ტრამპზე როგორი ლაპარაკა? არა, რაზე იტირა? გახსოვთ? მე არ მახსოვს რაზე იტირა. რაზე იტირა? სწორს, მაგრამ მე ის მახსოვს სალომეო. თუ მოიგებს და ვაშაძე წააგებს. მე ქვეყანა სტოვებო. და 9 საათში თქვა რომ აღარა გადავიფიქრე ვრჩები. ხო და რაზე იტირა? რაღაცა ტირილი არ მახსოვს. მე მგონი იმ გაბუნიას დედაზე. არა. მე მგონი. არა. ან დედაზე იტირა, ხო? რა ვიღაცის დედაზე, ან რაღაცის გაბუნიას დედაზე. და თავარი ტრამპს რა უწოდა ხალხო? ჯამბაზიო. ჯამბაზი კლოუნი პირდაპირ ტექსტით უწოდა ჯამბაზი და მაშინ ელჩი სანამ არ მოწონდა, დეგნაის სანამ არ მოწონდა. ხო, ეგეც რა თქმა უნდა. მე ესეთი ამერიკა არ მომწონს. და სხვათა შორის პირადად აქვს სალომე ზურაბიშვილს ჩემთვის მოყოლილი, რომ დეგნანი როცა აპირებდა შეხვედრო და თავარ ერხვის დამფუძნებლებს და რადიკალურ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ გიორგი რურუა არის კრიმინალი, ამერიკაში დასამართლები. ნიკა გვარამია, თქვენგან ექსტრადირებული, ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი დამნაშავე კრიმინალი და დეგნანმა მაგიტო ჩაჩეხა მე ამათთან შეხვედრა. ანუ სალომე ზურაბიშვილმა ჩაუჩეხა. რეალურად და ბაიდენის ადმინისტრაციის და სალომე ზურაბიშვილისთვის რომელმაც დეგნანი არ შეახვედრა ისე იმუშავა დეგნანთან ისე დისკრედიტაცია მოახდინა ოპოზიციის რომ ის აღარ შეხვდა ეხლა აღარ არიან ეს ოპოზიციონერები ესეთი დამნაშავეები ჰა ბიჭო როგორც კი აგენტი ბესელიამ სალომე რაღაც აი ქალ ამხნის ბესელიამ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება მაკავშირებს და ისე გული კივა აი რამ გამოაშტერა ესე როგორ შეიძლება წერილს მინდა დაუბრუნდე აი ბესელია გავუშვით თუ შეიძლება ბესკავ არც არავინ დაიჯერებს რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. წერილის ავთენტურობა და ორიგინალი ვერსია უნდა ვნახოთ. ალბათ საერთო გააკეთებს განცხადებას. ამის ინგლისური გააკეთა განცხადება. არა, მე რატო გავაკეთე? არ შენ წამი შეხოვიც პრეზიდენტს აბრალებდნენ ბიჭო ძალიან რომ მოგვილოცაო რა და აქამდე რომ ხმას არ იღებს საელჩი. ბიჭო სიერთია ეს ინგლისურში. ბიჭო, აი ესეც ხო ფუჭია, ანუ რა გონიათ რომ გაყავდა? და რომ არ გონიათ რა თქმა უნდა. არ გონიათ რა თქმა უნდა. და რატო არ უნდა თქვა? წყალწარებული ხავს ეჭიდა და მაგას. ესეთ დონეზე რო ხარ დაცემული ოპოზიცია. გინდა ასეკენი, გინდა ისე და გარს რო მყდარი მივუმატო მყდარია. ადამიანები რომლებიც დღემდე ამბობენ რომ 400.000 ხმა გაყალბდა. მაგაზე უარეს რაღა უნდა მოიტყუო. ანუ ის რომ ტრამპის წერილი შეიძლება ტრამპის წერილი არ იყოს მაგის თქმა ბევრად უფრო ნორმალურია ვიდრე ის რომ 400.000 ხმა გაყალბდა. მილიარდი ხმა გაყალბდა. ხო და რატო უნდა გაგვიკვირდეს რაიმე ტიპის მსგავსი გოკა გაბაშვილიო ბძანე და გავა. ადგა გოკსონა ძალებული ადგა. შენ მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში საერთოდ 2018 წელს იგი უგულოვას ბანკირი არა შეზნაგიჯერს ოზემპიკზე ზიანო კაცო. დააფუყინა გააკეთებს ერთ დიდ ჩეჩნეთს როგორც გიგი თქვა. ვაფშე კადიროვის ტიპის ბანდიტები, კადიროვის
რაღაც ფორმიანი ხარებები. აკეთისა ბაქრაძე, მიზოგი. მე უბრალოდ ქუჩაში ხმას ვამოვლებ და გაგისტორდებიან ფიზიკურად. სხვა შორის კი, გამორთოთ. ანუ საქართველოს უწინასწორებლად ყურებს გიგი უგულავა, მეგის გარდავა, კოდუები, გოკა გაბაშვილი და ძმანი მათნი, რომ ჩეჩნეთიზაცია ემუქრება, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობს და ამათ დროს როგორ იცი, ამ დროს მოხდება და ესენი ხო სახელმწიფოს შემოქმედები არიან, დიდი ამერიკის დამფუძნებელი მამების ეკვივალენტი. ამათ დროს არა სახელმწიფო ინსტიტუტები გაიმართა. კანონი კანონობდა, ვინ რას მოგივარდებოდა. ჩეჩნეთიზაცია კი არა, ბიჭო, ჩეჩნეთს არ გაუკეთებია ის რაც ამათმა გააკეთეს. კადიროვს გაცხადებულად მაინც აქ რომ რამეს თუ უწოდებ, მოვა და ბოდიშს მოგაკლები. და ბოძღაჯორს ბოდიშით გამოძვრები რა. ესენი კლაუდნენ. კლაუდნა უპატიურა. მაინც მოკლა ეგრე მარტივის ადარი, რომ ეხა მოკლავენ და არა, ჯერ გაწამებდნენ კასტილები, დუბინკები, ესენი და მერე თუ გაგიმართლებ და მოკლავდნენ. ბატონო. ხო არ გაგიზდე, ეს იყო მანიაკა და ესენი ახლა ჩვენ გვაქვს ერთადერთი საკითხი გადასაწყვეტი, რაც საბოლოო ესეთი უტიფრები პროსტა აი ამ მცირერიცხოვან პროტესტს გააჩერებს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და თქვენი აზრით მაინტერესებს. საბოლოოდ ალბათ მალე მოვა დრო, როცა რამდენიმე პარტია იტყვის ღიად, დაუფარავად, არაორაზროვნად, რომ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. დღეს ხო საბაბუაძემ უკვე თქვა რომ ჩვენო იმას რო თვითმმართველობის არჩევნებს ბრძოლის იარაღად გამოვიყენებთ. გახარიას ამბობს და ის რა ქვია? გახარია შედის კაცო. რა ქვია იმას? გოგოები რო ყავს გახარი. ვინ? გოგოალები ვინ ყავს? ხო. ხო, შესაბამისად არ მიიღებს მონაწილეობას ნაცი და არ მიიღებს ნაცი არ მიიღებს, თორე ლელო ის არის რა, არანაცი. არა, იმმინად ნაციონალური ხო, იმმინად ნაცი არა. ნეონაცი და ნაცი რა. ბიჭო, ვაშკამ როგორ გადაიხადა, ბიჭო, კირაო. ვაშკა? შე არა. ვაშაძე გვაქვს და გადაიხადა რა. გვაქვს ვაშკა? ზალა ერთობაშია და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ შემდეგი 26 მაისი მოდი იყოს დიდი ერთიანობის ზეიმი. მოდი, ერთი წლით გადაწია და წავიდე ძლიერი საქართველოსკენ, დაცულობისკენ. ბიჭო, ანუ ერთი წლით გადაავა და ანუ ერთი წელი ესენი უნდა უყურებდნენ გარუსებულ საქართველოს. აიტანენ ამას? მოიცა ხალხის გაზაფხული ვერ დადგება იქამდე? რას მე უნდა მეგაფონიანი გოგო პირდება რომ დადგება რა. ძალიან უცნაურია. მე არ მეგონა მაისამდე თუ მოითხოვე. მე მაგ ერთი ძალიან მაგარი წინადადება ამ გოგოებისადმი. აკაცუკებისადმი? არა, რომლებიც მეგაფონებით დადიან. კიდე ერთხელ გავაჟღერებ, ერთხელ თქვი და კიდე ერთხელ ვიტყვი. მეგობრებო, ძვირფასო გოგოებო, შეეკარით რომელიმე სარეკლამო სააგენტოს და აი ამ შვენიერი, ჩემ ბეხები შვენიერი, მაგრამ მაინც მოტივით აი ამ რეკლამები იყვირო. იყვირეთ რეკლამები, ხო? რა პრობლემაა? Coca-Cola მოგცემთ რეკლამას. PSP აი ეს მოგცემთ რეკლამას. კიდე ბევრი ნაცი მოგცემთ რეკლამას, ნაცი ბიზნესმენი. და ახალგაზრდობაზე იმუშავებთ 20 კაცზე, 30-ზე ის დაყვებად. ხო იქნება მაგარი? რატო არა? ანუ ეს პირდაპირ მაგარი იქნება, რაც მაგარი. ან მაგალითად კიდევ შეაშენებთ, იცი რომ ნიუსები გაავრცელონ. ადრე ხო როცა გაზეთი მე 12 საუკუნეში ევროპის ქალაქებში გლაშატაი არ ვიცი ქართულად როგორ არის გამოდიოდა ცენტრალურ მოედანზე და ყვიროდა რაღაც მეფის ახალი ბრძანებულება თუ თავადის ახალი ბრძანებულება ხო გამოდიოდა და ამათაც იყვირო რაღაცეები რა ხო რაღაც ხალხშია მაკდონალდსში აქცია აგერ მოდის უკვე იდეები ხედავ როგორ ხალხშია მაკდონალდსში აქცია ძალიან კარგია ძალიან რაღაცა სასარგებლოც იქნება ერთორ კაპიტალს გააკეთებს პულიც რო იშოვონ ხო პულიც იშოვონ დაბადების დღის მილოცვები თუ მაკდონალდსზე არ დავიდნენ თუნდაც იმენა თუნდაც ან ბავშვი თუ დაიკარგა სადმე მეტროში მაგალითად გამოაცხადონ სად შეიძლება მაგრამ მაშინ ეს უნდა იყოს მთლიანი ნარატივის ჩანართები. ცხადია. ეს უნდა იყოს მთელი სიმღერა და უცბად ჩაუფინო. არა, წარმოიდგინე. პატარა ანდრესას უწავდაბადები. კი ბატონო, აი მიდის აქცია ცეცხლი ოლიგარქიას ყირიან და უცებ მაკდონალდსში აქცია მაგალითად. ხო, კი, ძალიან მაგარია. გაგჩუქნით. დიდი მადლობა მეგობრებო, გვიყურეთ. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. საბოლოო ყურადღებისთვის, ხვალამდე.